ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. საქართველოს მეფე გიორგი მეხუთე ბრწყინვალე. ნაწილი მე-11. მე-14 საუკუნის პირველ ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ ჯვაროსნული ეპოქის დიდება უკვე წარსულს ჩაბარდა, ევროპაში ჯერ კიდევ არსებობდა წმინდა მიწის დაბრუნების იმედი. რომის პაპები და დასავლელი მონარქები დროდადრო ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობას განიხილავდნენ. 1330-იანი წლების დასაწყისში საფრანგეთის ძლიერმა მეფემ ფილიპე მე-6 ვალუამ განიზრახა ახალი გრანდიოზული ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობა იერუსალიმისა და წმინდა მიწის მუსლიმანთაგან გამოსახსნელად. მან ჯვაროსნობის აღთქმა დადო და აღმოსავლეთში მოკავშირეების ძებნა დაიწყო. საფრანგეთის მეფემ იცოდა, რომ იმ დროისათვის საქართველო აღმოსავლეთის ქრისტიანულ სახელმწიფოებს შორის ყველაზე ორგანიზებულ და ძლიერ სამეფოდ ითვლებოდა. სწორედ ამიტომ დასავლეთ ევროპელი მმართველები მეფე გიორგის მომავალ ჯვაროსნულ ლაშქრობაში უმნიშვნელოვანეს მოკავშირედ განიხილავდნენ. საფრანგეთის სამეფო კარმა აღმოსავლეთში საგანგებო ელჩები რიშარ მერსიე და ალექსანდრე ინგლისელი წარმოგზავნა, რომლებმაც თბილისში ქართველთა ხელმწიფეს ფილიპე მე-6-ის წინადადება გააცნეს. ფრანგული მხარე ქართველებს წმინდა მიწის ერთობლივ განთავისუფლებას, დიდებასა და ქრისტიანული სამყაროს წინაშე უდიდეს მადლს პირდებოდა. გიორგიმ ელჩები ძალიან თბილად და დიდი პატივით მიიღო. ისინი საქართველოში 2 თვის განმავლობაში დარჩნენ და პირადად იხილეს რეფორმირებული ქვეყნის რეალური ძლიერება. ბოლოს უკან დაბრუნებისას სტუმრებს თან გაატანეს ქართველი მონარქის საპასუხო წერილი, რომელიც შორსმჭრეტელი პოლიტიკის ბრწყინვალე ნიმუში იყო. საფრანგეთის ღვთაებრივი ხელმწიფენი ხშირად აღძრავენ აღმოსავლეთის მეფეებს სარკინოსთა წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ საქმე ის არის, რომ შემდეგ ისინი აღარ მოდიან, სტოვებენ რა მათ ამ ტანჯველ ომში მარტოდ. ამგვარად გთხოვთ, თქვენ დაადგინოთ, როგორ და როდის გადმოლახავთ ზღვას და მყისვე მეციქ მიხილავთ თქვენი კეთილინების შესაბამისად 30,000 ჯარისკაცით. გიორგი მეფის პასუხი ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო მზად იყო ქრისტიანული სამყაროს საერთო საქმეში აქტიურად ჩართულიყო, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთის მმართველები საკუთარ დაპირებებს შეასრულებდნენ. ქართველებს კარგად ახსოვდათ წარსული გამოცდილება, როდესაც აღმოსავლეთის ქრისტიანულ სახელმწიფოებს ევროპელი მოკავშირეები ხშირად დაპირებებს აძლევდნენ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მათ დახმარების გარეშე ტოვებდნენ. საბოლოოდ ეს ამბიციური გეგმა ვერ განხორციელდა. ევროპაში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ, საფრანგეთისა და ინგლისის დაპირისპირებამ, ასევე ფინანსურმა სირთულეებმა ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზება შეუძლებელი გახადა. ამასთანავე, იმ პერიოდში საქართველო მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებდა ეგვიპტის მამლუქთა სასულთნოსთან, რომლის მხარდაჭერით ქართველებმა იერუსალიმში მნიშვნელოვანი უფლებები აღადგინეს. ამიტომ რთულია დანამდვილებით ითქვას, რამდენად ჩაერთვებოდა გიორგი მეფე მამლუქთა წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო კამპანიაში. გიორგი მეფის საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი ტრაპიზონის იმპერიას ეკავა. ეს სახელმწიფო 1204 წელს თამარ მეფის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს სამეფო ტრაპიზონს თავიდანვე განიხილავდა როგორც მეგობარ და ბუფერულ სახელმწიფოს, რომელიც შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ქართულ ინტერესებს დაიცავდა. ტრაპიზონის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ლაზებისა და ჭანებისგან შედგებოდა, რის გამოც საქართველო იქ კულტურულ და პოლიტიკურ გავლენას ინარჩუნებდა. იმპერიის მმართველ წრეებში კი მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობდა ქართული და ბიზანტიური ორიენტაციის დაჯგუფებებს შორის, რომლებიც ქვეყნის საგარეო კურსის განსაზღვრას ცდილობდნენ.
საქართველოს მეფეები ყურადღებით აკვირდებოდნენ ტრაპიზონში მიმდინარე მოვლენებს და ცდილობდნენ ხელისუფლებაში მათთვის სასურველ ძალებს გაემარჯვათ. ჯერ კიდევ დავით ნარინისა და ბექა ჯაყელის დროს ქართველი მმართველები აქტიურად ერეოდნენ ტრაპიზონის შიდა საქმეებში და ქართული გავლენის შენარჩუნებას ცდილობდნენ. 1297 წელს ტრაპიზონის იმპერატორმა ალექსი მეორე კომნენოსმა უარი თქვა ბიზანტიურ სამეფო კართან დამოყრებაზე და ცოლად შეირთო სამცხის მმართველის ბექა ჯაყელის ასული. ამით ტრაბზონში ქართულმა ორიენტაციამ გაიმარჯვა. ალექსი მეორე მესხთა ლაშქრის დახმარებით წარმატებით ებრძოდა თურქთა შემოსევებსა და შავი ზღვის მეკობრეებს, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ვითარება შეიცვალა. ბიზანტიური გავლენა კვლავ გაძლიერდა და დაიწყო ქართული დასის წარმომადგენელთა დევნა. ამ დროს დაიღუპნენ ტრაპიზონის ცნობილი ქართველი მოღვაწეები: დიდი დუკა, ლეკი ჭანჭიძე და დიდი დომესტიკოსი ჯაბა. 1341 წელს ტრაპიზონის ტახტისთვის ახალი ბრძოლა დაიწყო. იმპერატორ ბასილის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლება მისმა მეუღლემ ირინა პალეოლოგოსმა ჩაიგდო ხელში, რამაც მმართველ წრეებში წვავე დაპირისპირება გამოიწვია. ბიზანტიური გავლენის გაძლიერებას განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდნენ ის ძალები, რომლებიც საქართველოსა და ჯაყელთა საგვარეულოსთან იყვნენ დაკავშირებულნი. ამ დროს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ანა კომნენოსი, რომელსაც წყაროები ანა ხუტლუს სახელითაც მოიხსენიებენ. იგი ბექა ჯაყელის შვილიშვილი და გიორგი მეფის დეიდაშვილი იყო. ანა მონაზვნად იყო აღკვეცილი, თუმცა ტახტისთვის ბრძოლამ იგი კვლავ პოლიტიკურ ცხოვრებაში დააბრუნა. ტრაპიზონში დაწყებული არეულობის ფონზე იგი საქართველოში ჩავიდა და გიორგი მეფისგან სამხედრო დახმარება მიიღო. (1341 წლის ზაფხულში ანა ქართული ლაშქრის თანხლებით ტრაპიზონში დაბრუნდა. 17 ივლისს მან დაამარცხა მოწინააღმდეგეები. ირინა ტახტიდან ჩამოაგდო და თავად ავიდა იმპერატორის ტახტზე. ქართველთა ჯარის ნაწილი ტრაბზონში დარჩა და ახალი ხელისუფლების გამყარებაში მონაწილეობდა. თუმცა ანას წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა. 1342 წელს ბიზანტიურმა პარტიამ ძალაუფლება დაიბრუნა. ანა ტახტიდან ჩამოაგდეს და სიკვდილით დასაჯეს. მართალია, ანა ხუტლუს დამარცხებით ქართულმა პარტიამ უშუალო პოლიტიკური გამარჯვება ვერ შეინარჩუნა, თუმცა საქართველოს გავლენა ტრაპიზონში მთლიანად არ გამქრალა. გიორგი ბრწყინვალის გარდაცვალებიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ბაგრატიონთა და კომნენოსთა დინასტიები ორმხრივი ქორწინებებით კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს, რაც ადასტურებს, რომ საქართველო ტრაპიზონის პოლიტიკურ ცხოვრებაში კვლავ მნიშვნელოვან ძალად რჩებოდა. მე-11 ნაწილის დასასრული. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი, დოკუმენტური ფილმების სტუდია. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარის ავტორი, მონტაჟის რეჟისორი, ხმის რეჟისორი მირზა ცხოიძე, გახმოვანება ლაშა მურჯიგნელი.